მამა დაინახავს რა შვილს მომავალს. არა თუ ადგილზე დაუწყებს როდინს თუ როდის მივა ის შვილი, მასთან არამედ გაიქცევა მისკენ. სირბილით გაემართება მამა შვილისკენ, რომელიც მართლაც უცხები ხარბი, გაუმაწყარი აღმოჩნდა. და ასეთი რამ არის კიდევ ხურათსაღები და ნიშანდობლივი, რომ თურმე ასეთი წესი ყოფილა ებრაელებში, მით უმეტეს საპატიო სტატუსის მქონე ადამიანებში, წარჩინებულ ადამიანებში, რომ ისინი არ დარბოდნენ, სირცხვილად ითვლებოდა ეს. და მით უმეტეს მათ სამოსები ეცვათ კაბის მსგავსი და ამ სამოსში სირბილი ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ გაიხეოდა უბრალოდ ეს სამოსი. ერთადერთი გზა იყო, უნდა აგეწია ეს სამოსი მუხლებს ზემოთ, რომ გაქცევა შესაძლებელი იყო. მართალი ამ სახარებაში ეს არ წერია, რომ მამამ სამოსი აიწია, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ გაიქცეოდა. ეს კიდევ იმაზე მიანიშნებს, რომ რაოდენ დიდი სიხარული იყო მამის მხრიდან საკუთარი უცხები შვილის დანახვა, რომ მან ყველანაირი სირცხვილი უარყო და უგულებელყოს, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის მიუღებელი ყოფილიყო და აი ესეთი დიდი სიხარულით გაეკანება საკუთარი შვილისკენ. ჩაიკრავს გულში და სანამ პრინციპში ჩაიკრავს გულში და აღუდგენს იმ პატივს, რაც მას ჰქონდა. და უფრო მეტიც დააჯილდოვებს მას სხვადასხვა საჩუქრებით, უფრო მაღალ პატივში აიყვანს და შვილი რა თქმა უნდა გაოგნებულია. შვილი ეუბნება მას, რომ მიარვარო, იმის ღირსიო, რომ შენ მე შვილად მიმიღო. არამედ როგორც უკანასკნელი მსახური, ასე მიმიღეო და ამისთვისაც მადლობელი ვიქნები. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მამა ამ შემთხვევაში შვილს აღარ უსმეს. მამა მოქმედებს თავისი მამობრივი მოსიყვარულე პოზიციიდან და აი ეს პოზიცია არის სწორედაც ღვთაებრივი პოზიცია. ანუ რითი თქმა სურს, რომ ღვთაებრივი სამართლიანობა განსხვავდება ხშირ შემთხვევაში ადამიანური სამართლიანობისაგან. უფრო სწორედ ჩვენ იმდენად სხვა სამართალს ვართ მიჩვეული ჩვენს თავთან, ღმერთთან და ადამიანებთან მიმართებით, რომ აი ამ დაგვარი სამართლის აღსრულება, რაც მამამ გამოხატა შვილის მიმართ, ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან უცხოა. ძალიან უცხო. ანუ რითი თქმა სურს და რაზე ვამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ მამას შეეძლო დაედუქსა შვილი. შეეძლო შენიშვნები მიეცა. გარკვეული სასჯელიც კი უცაბედად არ დაებრუნებინა ის ღირსება, რაც მან დაკარგა. გამოცდის ვადა მიეცა, გამოეცა და აბა ნამდვილად ნანობ შენ თუ რაღაც აქაც უბრალოდ მოგაკდა ქონება და ახლა გინდა რომ ისე ჩემთან მოხვიდე და ისარგებლო ამ სიმდიდრით. არაფერი მსგავსი არ გამოუჟღავნებია მამას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველას შინაგან სულიერ მდგომარეობას ხედავს და რასაკვირველია, ღმერთს არ სჭირდება დამატებითი მოწმობები და ფაქტები იმისთვის, რომ გაარკვიოს რა ხდება ჩვენ შინაგან სამყაროში. ეს ერთი. მაგრამ მეორე, როგორც აღვნიშნე, ღვთაებრივი სამართლიანობა სხვა არის. რაც არ უნდა დავაშავოთ ჩვენ ღვთის წინაშე, რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა იყოს, რამდენი ხნითაც არ უნდა გამოვდგეთ ჩვენ ღმერთს, თუ კი ოდესმე უცხები შვილის მსგავსად გონს მოვეგებით, მაშინ რასაკვირველია, აი ანალოგიურად მიგვიღებს, შეგვიწყნარებს და გულში ჩაგვიხუტავს ჩვენი მზრუნველი ღმერთი. აი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ მუდმივად. ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს გვჩვევი ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ზოგჯერ რაღაც წოდებს ჩავდივართ, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და გამართლება არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს წოდების ჩადენის შემდგომ ვერ პატიობთ რა ჩვენს თავს. თითქოს მე ეს როგორ გავაკეთე, მგონია რომ ვერც ღმერთი მაპატიებს. და დანაშაულს და შეცდომას და ცოდვას, რომელიც მიაღვასრულე, ვამატებ კიდევ უფრო მეტ მძიმე ცოდვას, რომ მე იმედი აღარ მაქვს, რომ ღმერთი მაპატიებს. მაგრამ აგერ რას ხედავთ ჩვენ? განაამაზე უარესი რა უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რაც უცხებმა შვილმა აღასრულა, მაგრამ უბრალოდ ერთი წარმოთქმული ლოცვაც ღვთის წინაშე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღმერთს მიეღო და დაებრუნებინა პირვანდელ პატივში. იგივე მაგალითით
ჩვენ იესო ქრისტემ მეზვერის სახით დაგვანახა, რომ მეზვერესაც ერთი პატარა ლოცვა ჰქონდა წარმოთქმული ღვთის წინაშე. აღარ საუბრობ ავაზაკის შესახებ, ხო? აქედან გამომდინარე, არასდროს რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვა თუ დანაშაული, რაც არ უნდა გამოუსწორებლად მეჩვენებოდეს, არასდროს იმედი არ უნდა წარიკვეთო ადამიანს. არასდროს უნდა გვახსოვდეს, რომ თავარი რა არის? რწმენა, სასოება და სიყვარული, როგორც საუბრობს, ხო, წმინდა წერილი, რომ შენ უნდა გქონდეს რწმენა იმისა, რომ ღმერთისთვის შესაძლებელია, რომ ეს ცოდვაც შეგინდოს და ღმერთს აქვს ამის უნარი და ძალა, იმედი იმის, რომ ღმერთი აუცილებლად შეგინდობს და რა თქმა უნდა სიყვარული უნდა გვახსოვდეს, რომ მას იმდენად უყვარვართ ჩვენ, რომ ჩვენ ის ჩვენგან რას ითხოვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სინანულით მიმართოთ მას, სიმდაბლით, უბრალოებითა და სიმშვიდით. აი ამას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. არაფერს სხვას არ ითხოვს. და ჩვენ ამ დროს 1000 რაღაცას ვიგონებთ ხოლმე და იმის მაგივრად, რომ რასაც ღმერთი ითხოვს, ის მიუძღვნათ, ასე თქვათ, ხო? ის მსხვერპლი შევწიროთ ღმერთს, ანუ გული შემოსრული და სული შემოსრული რაღაცებს ვეძებთ. ხან სასწაულ მოქმედებს ვეძებთ, ხან სასწაულ მოქმედ ხატებს ვეძებთ, სასწაულებს დავსდებთ. და გვავიწყდება, რომ არც სასწაული, არც სასწაულ მოქმედი, არც წინასწარმეტყველი არაფერს მე არ მიშველის, თუ კი გულის შემოსრულება არ მექნება. ის სასწაულიც ღვთის სადიდებლად უნდა გამოიყენო და არა იმისთვის, რომ გეგონოს, რომ აი აღსრულდება რა სასწაული, იმ ადამიანთან სიახლოვე შენ მოგიტანს ცხონებას. ადამიანთან სიახლოვე რომ ცხონების მომტანი იყოს, აგერ ტაძარში ვართ, ვეზიარებით. ამაზე დიდი სიახლოვე რა უნდა იყოს ქრისტესთან. რომელი ადამიანთან სიახლოვემ შეიძლება მე იმაზე მეტი სარგებელი მომიტანოს, ვიდრე ქრისტეს სისხლისა და ხორცის იზიარება. ამაზე ვიფიქროთ ჩვენ. განა არ უნდა გყავდეს ავტორიტეტები, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ არ შეიძლება რომ რომელიმე პიროვნება ან რაიმე მოვლენა დავაყენოთ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს საშუალებად და პრიორიტეტად, ასე ვთქვათ. ასე რომ კიდევ ერთხელ რომ გავაანალიზოთ თუ რაოდენ უცნაურია ღმერთის სამართლიანობა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ვერ მიწვდება ადამიანი, იმიტომ რომ თითქოს ეს სამართლიანობა არც არის. ნახეთ, შეიძლება მთელი ცხოვრება ავაზაკის მაგალითი რომ ავიღოთ. ავაზაკურ ცხოვრებას ეწეოდი, ყაჩაღი იყო მკვლელი და პირობითად 50 წელი ასე იცხოვრა ადამიანმა და 50 წამი განცდა ჰქონდა, რომ მან შეცდომა დაუშვა იმით თუ როგორც იცხოვრა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ავაზაკი პირველი შესულიყო ზეციურ სასუფევრში. განა რომ ერთ სამართლიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ. რა სამართალია? აქეთ 50 წელი და ამდენი ყაჩაღობა და უბედურება და მეორე მხარეს 50 წამი პირობითად, რა თქმა უნდა, და თანამედროვე დროს არანაირი კეთილი საქმე. რა სიკეთე აღასრულა ავაზაკმა? არაფერი არ აღუსრულებია. პირიქით თავისი ბოროტის საქმეებით იყო ჯვარზე გაგრული. ერთადერთი რაც იყო მისი მხრიდან გამოხატული ღვთის წინაშე, ეს იყო სინანული. საკუთარი თავის უძლურების დანახვა და რომ მიტყვიან მოგება თავსათვისა, გააზრება იმისა თუ როგორ ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგები ხდება, რომ ჩვენ გარეგნულ სიკეთეებს კი არ უნდა ვზდიოთ. საქმეები კი არ უნდა ვთვალოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. არამედ შიგნით უნდა შევიქნა განწყობა სიკეთისა. შიგნით უნდა შევიქნა განწყობა სინანულისა და სიმდაბლისა. და უკვე თავისთავად შიგნით შექმნილი ეს განწყობა ვერ დაეტევა ჩემში და გამოვლინდება. რა თქმა უნდა, საქმეებით გამოვლინდება. იმიტომ რომ ხენაყოფით შეიცნობაო, ხო, ნათქვამი. აუცილებლად გამოვლინდება გარეგნულად. მაგრამ ჩვენ აქცენტს რომ გარეთ ვაკეთებთ, გარეგნულ საქმეებზე და ჩვენს მოწესრიგებაზე, შიგნით განწყობა არ არის შესაბამისი ჩვენი საქმეებისა.
ამიტომაც რადგან ეს შესაბამისობაში არ არის და ღმერთისთვის, გულთამხილავისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი განწყობილება და არა გარეგნული, რამე თუ არანაირი სიკეთე ჩვენ ხო ვისაუბრია პავლე მოციქული რას ამბობს, თუ სიყვარული არ გაქვსო, 9-ს იქით 9-ს რო გადაადგილო და სასწაულები აღასრულო, არაფერს ნიშნავს. არარაობა ხარ. ხო და აქედან გამომდინარე დღევანდელმა სახარებამ კიდევ ერთხელ უნდა და საბოლოოდ ალბათ დროა უკვე რომ გაგვააზრებინოს და დაგვანახოს რომ თუ რა არის ქრისტიანობა. რომ ქრისტიანობა მთლიანად სულიერია, მთლიანად შინაგანია. განაგარეგნულს უაყოფს ქრისტიანობა, მაგრამ ის გარეგნული შინაგანიდან უნდა მოდიოდეს. თუ გარეგნულად აღასრულებ და შინაგანის შესაბამისი განწყობა არ გააქვს, მაშინ ჯერ შორს ხარ იმისგან, რასაც ითხოვს ღმერთი შენგან. და თქვენ წარმოიდგინეთ, სიკეთესაც კი არ ითხოვს, ასე გამოდის, ხო? ავაზაკის მაგალითიდან, სიკეთეც კი არ მოითხოვა საქმეებით გამოხატული ავაზაკისგან. თორე რა თქმა უნდა, ავაზაკი რომ გადარჩენილიყო და ჯვრიდან ჩამოსულიყო, ის უკვე სიკეთეში იცხოვრებდა. და მაგრამ ღმერთმა დაინახა, რომ ის სიკეთისკენ იყო. და აღარ დაელოდა მისი სიკეთების აღსრულებას. მან იცოდა, რომ ის სიკეთეს უკვე გააკეთებდა და ბოროტებას ზოგში აქცევდა. აი ასეთი უცნაურია ღვთის სამართლიანობა, ასეთი განსხვავებული ჩვენგან, ჩვენი მიდგომისგან, ჩვენი სამართლიანობის ხედვისგან, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვუთვლით მათ სიკეთეებს თუ სამართლობას ჩვენს მიმართ აღსრულებულს და მე ამ დათვლილი სიკეთეებითა თუ ბოროტებით შესაბამისად განვჭით და გადავწყვიტავთ ხოლმე თუ როგორ უნდა მოვექცეთ ამა თუ იმ ადამიანს.